ადამიანი, ეპოქა, მოვლენა, კანონი. ჩვენი გენეტიკური კოდი სამართლიანობას ეძებს, როცა ირგვლივ უსამართლობაა. დისკუსია, რომელსაც დასასრული არ აქვს. როგორები ვართ ჩვენ დღეს ისტორიის წინაშე? ვართ თუ არა კანონმორჩილი საზოგადოება, რას გვასწავლის განვლილი ისტორია და რისთვის უნდა ვიყოთ მზად, როცა კანონი ხან სამართლიანია, ხან უსამართლო. საბოლოოდ რას ვირჩევთ? ადამიანის მიერ დაწერილ კანონს თუ დროის სამართალს? გადაცემა დროის სამართალი. ყოველ კვირას 19 საათზე. დაიწყე აზროვნება დღეს. გამარჯობა ძვირფასო მეგობრებო, საქართველოს ტალღის ეთერშია გადაცემა დროის სამართალი, რომელსაც მე თენგოლმანიძე გაუძღვები, ხოლო დღეს ჩვენი სტუმარი იქნება პროფესორი ანალიტიკოსი ბატონი დემურ გიორხელიძე. მოგესალმებით ბატონო დემურ. ბატონო დემურ, მინდა დავიწყოთ საუბარი ბოლო პერიოდის ალბათ ჩვენს ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენით სამთავრობო ცვლილებებით, გადაადგილებებით, რაც ნახეთ რაღაც 2 დღის წინ და დღემდე ვერც მიზეზი გაიგო ბოლომდე საზოგადოება, მაგრამ ვერც შინაარსზე ვერ არის შეჯერებული მთლად, რომ ეხლა რა ხდება, მაგალითად სუსის ყოფილი უფროსის მდინარაძის თავს, ეს არის დაქვეითება, თუ ეს არის დაწინაურება, ამაზე კამათობს ხალხი. საინტერესოა თქვენ რა მოსაზრება გექნება ამ საკითხზე. როდესაც სკოლას ვამთავრებდით, საზაფხულო არდადეგები იწყებოდა, მე როგორც წესი მედიოდი ჯერ დედულში, მერე მამულში. დედული ჩემი არის ხონის სამტრედიის გზაზე, ქუტირი არის, ცნობილი სკოლა იყო, დედა ჩემი ბალავაძეა გვარად, ვახტანგ ბალავაძე თანაკლასელი იყო, გიგა ლართქიფანიძე, ეროსიც იმ პატარა ხის სკოლაში სწავლობდა, ცოტა უფროსი იყო. რატო გეუბნებით აბა? ზაფხულში ჩემი მთავარი ფუნქცია იყო ერთ-ერთი, მე ბევრს ვეხმარებოდი ოჯახს, რაც შემეძლო, შუადღეზე საქონელი უნდა გადამება. იმიტომ რომ იქ არ არის გაშვებული საქონელი, მინდვრები ცოტა, ამიტომ რომ არ შესულიყო ყანებში, როგორც იქ ეძახიან, დიდ თოკებზე, 20-30 მეტრიან თოკებზე მიყავდა და შუადღეზე მე მივიდიოდი, წყალი უნდა დამელოები და გადამება, იმიტომ რომ მოევალახათ სხვაგან და უფრო კარგი ბევრი ძე მოეწელათ, ხო? ეხლა ესენი ძეს არ იწელებიან, მაგრამ ბალახების ერთ ადგილზე, როცა კარგად მოიბალახებენ, ხო, მე ადგება უფროსი და გადააბავს მათ სხვა ადგილზე, ამიტომ ეს პროცესია. თანაც ამ პროცესს განაპირობებს მხოლოდ ერთი კაცის შეხედულება. თუ თქვენ თლათ ვერ ჩაჯექით მის შეხედულებაში, ან და რაღაც საფრთხეები გაჩნდა, ან და არასწორად მოიქეცით, ხო იცით, ამის სუბიექტური კრიტერიუმია, რომელსაც ვერავინ ვერ განსაზღვრავს, ხო? უნდა იყოს დაწოლილი მონა, თუ გინდა დიდხანს იყო ერთ ადგილზე. არა, აქ რატო კითხეთ, იცით ბატონო დემურ, ეს სუბიექტური მოსაზრებები თუნდაც ერთი კაცის გასაგებია, მაგრამ ეხლა სახელმწიფოზე როცა გვაქვს საუბარი, აქ ლაბარაკია, ობიექტურად უნდა ხდებოდეს, ხო რაღაც კარგი კითხვა გიპასუხებთ რა, თავს ნოვიტყუებთ ჩვენ სახელმწიფო არა გვაქვს, ეს არის კვაზი სახელმწიფო. ეს არის არ შემდგარი სახელმწიფო. იმიტომ რომ 21 საუკუნეში როცა მართლაც და ფანტასტიკური კულტურის ხალხი, ქართული კულტურა არის ფანტასტიკური. ქართველები ივიწყებენ მას, რომ ეს არის საოცარი. მე არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ, ქართული კულტურის მსოფლიოში ექსპანსია გარდაუვალია, თუ ჩვენ სახელმწიფო ავაწყეთ. ამ კულტურის ხალხს, რომელსაც უზარმაზარი გამოცდილება აქვს, ჩვენი წინაპარი გაიხსენეთ და ასე შემდეგ, შეუძლია თაყვანს სცემდნენ ვიღაც ბელადებს, ის გასაგებია პრიდურკობდა, მაგრამ პრეზიდენტი იყო, ეს რას აკეთებს საერთოდ არზის კონსტიტუციაში და ნახევარი საქართველოს შეხარից, თქვენ მეუბნებით არ არსებობს სახელმწიფო. კონსტიტუციური წყობა საქართველოში არის ნომინალური, პრემიერ-მინისტრი, მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო, ეს არაფერს არ ნიშნავს. არის ერთი მმართველობა, არაფორმალური მმართველობა, ამიტომ რა კრიტერიუმით განსაზღვრავს ის, ხედავთ ჩვენ შედეგებს, შედეგები არის კატასტროფული. 13 წლის განმავლობაში ერთი ნორმალური კადრი ვერ აარჩია,
არც დგას ნორმალურობა რაც ნიშნავს ნორმალურობას როცა ჩვენ ლაპარაკობთ მე დღეს დავწერე ამის თაობაზე არის ცოდნა არის გამოცდილება არის ნიჭიერება თქვენ შეიძლება ძალიან მე მაგალითად არა ვარ ახლა იდეალური კაცი მაგრამ თლაცუდი კაცი არა ვარ მაგრამ სცენაზე რო გავიდე ახლა მე და ვიმღერო ალბათ სამარცხინო იქნება თუმცა პროფესიონალი მსმენელი ვარ მაგრამ ეს ნიჭიერება შენ რაღაც საქმეს რომ აკმეთებ იმის უნარ-ჩვევები უნდა გქონდეს უნარ-ჩვევებს ცოდნა განსაზღვრავს და ნიჭიერება განსაზღვრავს არაფერი ამის მსგავსი ქართულ ელიტებს იმ ტრაგედიის შემდეგ როცა სახელმწიფოს დამხობა მოხდა 92 წელს თუმცა პრობლემები ყოველთვის იყო საქართველოში კარგად დიდი ხანია მსგავსი არაფერი არ არის აი ნიჭიერება ახსენეთ თქვენ და მოდი ისევ ამ კონტექსტს რო დაუბრუნდეთ თუნდაც ეს იყოს კვაზი სახელმწიფო რაღაცა წესრიგი ხო ყველაფერს მაინც სჭირდება აი ამ შემთხვევაში მდინარაძეზე გვაქვს საუბარი ადამიანზე რომელმაც შეძლო ნულოვანი ფაქტიურად საწყისიდან სულ რაღაც 7 თვეში მიაღწია გენერალ-მაიორის წოდებას ხო ეს ის არის რასაც მე გეუბნებით ეს სახელმწიფო მე რას ვამბობ რომ თუ ესეთი თვითნაბადი ტალანტი ყავს კაცო სად უნდა გაუშვა ეს კაც თვითონ წასვლა რო უნდადეს უნდა დაამაგრო პირიქით იმ სისტემაში და ტალანტია მით უმეტეს ეს გადაწყვეტილება კიდევ უფრო უდიდეს დარტყმას აყენებს ქართულ სახელმწიფოს იმიტომ რომ მე არ ვიცნობ მაგრამ სპეცსამსახურებში დარწმუნებული ვარ შემორჩენილია ათობით ძალიან მაღალი დონის სპეციალისტი იგივე დაზვერვა კონდაზვერვა ეჭვი არ მეპარება და წლების განმავლობაში ვერაფერს ჩინს ვერ იღებენ განურჩევლად იმისა კარგად მუშაობენ თავდად ჯარში იგივე ნეპოტიზმი არანორმალური პოლიციაში იგივეა და სწორედ ამ ერთპიროვნული გადაწყვეტილებით ადამიანი რომელსაც ამ სფეროსთან არასდროს შეხება არ ქონია ნულოვანი ჩინიდან ხდება გენერალ-მაიორი მე ვფიქრობ რომ პირდაპირ მარშლის წოდება უნდა მიეწოდოს მით უმეტეს ავიაციისა იმიტომ რომ ფრენა მაინც სხვა სიამოვნება ეს არის დამცირება ქვეყნის ეს არის შეურაცხყოფა ათობით და ასობით და ათასობით ნიჭიერი საღი ქართველისა რომელსაც ეუბნებიან შენ არავინ არ ახარ შენ თუ არ ახარ არარაობა თუ შენ არ ემსახურები არაფორმალურ მმართველობას შენ ამ ქვეყანაში ხარ არავინ. აი ეს სახელმწიფო გვაქვს, ამიტომ ჩვენ გვაქვს მე მაგალითად მე კარგად არ მესმის მდინარაძის პირადად არ ვიცნობ, მაგრამ თავის თავს არც პატივს, იმიტომ როგორ უნდა მიიღო ასეთი ჩინი, როცა შენ იცი რომ ეს მმართველობა რო დამთავრდება, მდინარაძეც დამთავრდება ისე როგორც მდინარაძეები დამთავრდება, იმიტომ რომ სხვა ლოგიკა არ აქვს პოლიტიკას. ხომ არ უკავშირდება ეს ცვლილებები რაიმე ფორმით ან შიდა ან გარე პოლიტიკურ საკითხებს თქვენით რომ აი უბრალოდ სუბიექტური გადაწყვეტილება ადამიანის, მაგრამ ამასაც ხო რაღაც საკითხები განაპირობებს. მე შემიძლია გითხრათ, მე რასაც ვგრძნობ, რადა ამ ბნელ სამზარეულოში ნამყოფი ვარ და რაც მე იქნახე ჩემ ტერს, რაც ნახე, ამიტომ იმ გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ უბრალოდ ძალზე მნიშვნელოვანი უშიშროების სამსახური ჩამოაცილეს კობახიძის გუნდს უბრალოდ, იმიტომ რომ მზადება როგორც ჩანს მიდის არჩევნებისთვის, მე ვერ შეიძლება დაშაბეჭდილება მე მოვისმინე ეს მოსაზრებები, რომ ვადამდელი არჩევნები შეიძლება იყოს. მე არ ვიცი ვადამდელს რამდენად გაბედავს. იმიტომ რომ არანაირი საფუძველი არ აქვს. ერთადერთი ვის შეუძლია უზრუნველყოს ოცნების გამარჯვება ვადამდელ არჩევნებში არის ის სამარცხვინო ოპოზიცია, რომელიც თურმე 400 დღე პროტესტს აცხადებს. გავიგეთ რა, ეს არის ერთმანეთის მასულდგმულებელი ორი ძალა, რომელმაც ძალიან სუსტი პოლიტიკური ატმოსფერო გაიშვიათა საერთოდ ყველანი ჩახსნა პოლიტიკური პროცესიდან ანდა გაიხადა პოლიტიკის ობიექტებად, როცა დავალებებს აძლევს და სამაგიეროდ პატარა აციცკნინებს, რომ ცოტა ფული იშოვონ, თუმცა ოპოზიციის ლიდერებმა ფული ბლომად იშოვეს, ძალიან მაგრად იშოვეს და ამ საქმეს გააგრძელებენ.
ანუ ეს მაინც უნდა უკავშირდებოდეს თქვენი აზრითაც პოლიტიკას რა თქმა უნდა ეხლა ასეთი მმართველობა ყოველთვის ცდილობს იმას რომ გაიხანძლილოს თავისი მდგომარეობა რატომ თუ კონსტიტუციური გზით ცვლილება მოხდა ცხადია დღევანდელი ხელისუფლების აი თავს ძალიან ცუდი დღე ელოდება მე არაერთხელ მithქვამს და გავიმეორებ არავითარი პიროვნული მოსაზრებით არ ვამბობ ის მმართველობა რომელიც არის და თუ გნებავთ არაფორმალური მმართველი წესიერი ხელისუფლება რომ მოვა ხელისუფლებაში დასაჭერად იქნება ეს არის გარდაუვალი რაკი მას გარემოც არ აყავს იქნებ ვინმე მიუტანოს ეს ჩემი ათქვამი იმიტომ რომ ეს არის ის გარდაუვალი ლოგიკა რომელსაც პოლიტიკა არ ასწდება თუ ცხადია ეს ქვეყანა გადარჩა მე იმედი მაქვს რომ იმიტომაც ვარ საჯარო პირად დარჩენილი იმიტომაც რაღაც აქტიურობებს ჩავდივარ რომ ეს ქვეყანა დარჩეს იმისთვის ვინც აქამდე მოიტანა ანუ ჩვენი ხალხისთვის და ყველა იმ ხალხისთვის ვინც ჩვენთან ერთად ცხოვრობს ჩვენ არ ვაკეთებთ განსხვავებას მათ შორის ეთნიკური კუთვნილებით თუ ქვეყნის მტერი არ არის როგორც ქართველებში ქართველი არის საქართველოს მტერი ისე არაეთნიკურ ნაწილშიც არის საქართველოს მტერი მაგრამ ამითი შეფასება საერთო თქვათ ეროვნული თქვათ სტრატიფიკაცია როგორაა დალაგებული ამითი არ შეიძლება ყველა ჩვენია, ვინც ჩვენია და ყველა მტერია განურჩევლად ეთნიკური კუთვნილებისა, ვინც მტერია. საინტერესო განცხადება გააკეთა სხვა შორის ევროკავშირის ელჩმა, რასაც მე მოყვა ამბავი აქ საქართველოში, დაბარებასაც აპირებენ ასე ვთქვათ საგარეო უწყებაში ამ ადამიანის ერჩინსკის ზემაქ საუბარი, მან თქვა რომ მომდევნო კვირების განმავლობაშიო განისაზღვრება საქართველო გახდება ევროპული ოჯახის წევრი თუ დაუბრუნდება ბნელ წარსულსო. ეს თავისთავად ეხა დიპლომატი რო ასეთ განცხადებას აკეთებს ეს ცალკე საკითხია, მაგრამ ხომ არ შეგექმნათ თქვენს ეს განცდა რომ რაღაც მნიშვნელოვანი პროცესები ახლოვდება წინ, კულმინაციას უახლოვდება თითქოს. რას უნდა გულისხმობდეს, რომ ან დაბრუნდება თან პირდაპირ ახსენა სამოქალაქო ომის და უბედურების ჭაობში, ან განაგრძობსო გზას დასავლეთისკენო და ეხლა რამე მოვლენაა ვითომ დაგეგმილი. ეხლა თქმა იმისა რომ ეს არის ნათქვამი, მაგრამ ეს არის კონტექსტებით ნათქვამი. კონტექსტი კი ცალსახა არ არის. პირველი თავარი, რაც არის ევროპელებისთვის საინტერესო. ევროპა ემზადება რუსეთთან ომისთვის. ცალსახად. სამხედრო კონფრონტაციისთვის უშუალოდ. დიახ, სამხედრო ომისთვის. ისინი მოდერნიზაციას აკეთებენ თავისი ძნელად რომ გამოვიდეს, მაგრამ ეს მაინც ევროპა არის. დიდი პოტენციალი განადგურებულია, მაგრამ პოტენციალი შენარჩუნებულია. თუ ამ ნეოლიბერალურ ჭაობიდან გამოვლენ, ევროპა რაც მე ნაკლებად სავარაუდო მგონია, მაშინ შემორჩენილი კადრები, შემორჩენილი თქვათ განათლების სისტემა, რომელიც ამ ბოლონიის სისტემით განადგურეს, პოტენციალს ქმნის, განსაკუთრებით იმ სამეცნიერო პოტენციალს, რომელსაც შეუძლია რაღაცის შექმნა, თქმა იმისა, რომ განულებულია სამეცნიერო ტექნიკური პერსონალი ევროპაში, რა თქმა უნდა არ შეიძლება. მეორე, მათთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთის წინააღმდეგ ყველა რესურსის გამოყენება. უკრაინაში მარცხი განიცადეს არანორმალური, ამიტომ ეხლა ცდილობენ ბოლომდე დაუჭერონ მხარი, თუმცა იციან ამას, რაც მოყვება, წლის ბოლომდე უკრაინა მიიღებს 60 მილიარდ ევროს, მიიღებს 120,000 დრონს, მიიღებს ყველანაირ ტექნიკას, რისი უნარიც გააჩნია ევროპას, ბევრი აღარაფერი არ შეუძლია. ეს კი არა ორიოდე დღის წინ მე ვნახე, სადაც შეერთებულმა შტატებმა უკვე გადახდილი ფულის სანაცვლოდ იარაღის მიწოდება შეუჩერა ევროპას, რომელიც ცხადია უკრაინაში უნდა წასულიყო, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს ყველაფერი ირანთან რა იქნება, კიდე ცალკე თემაა. თუმცა იქ კარგად არ არის საქმე იმისთვის, ვინც ომი დაიწყო. ეს არის საქართველოს სამხრეთ კავკასია. მოდით ზუსტად გავიგოთ, რომ რუსეთისთვის გაცილებით დიდი საფრთხის მომტანია, თუ აქ რუსეთის უშუალო მტერი იქნება,
ვიდრე უკრაინა იყო. უკრაინაში საქმე გაფუჭდა, თუმცა რუსეთში საქმე გაფუჭდა უსაშველოდ, იმიტომ რომ რუსები უკვე იწყებენ სერიოზულ წინააღმდეგობას, ნახეთ ელიტებში, ნახეთ ძალიან სერიოზული რუსი მეცნიერები ამ ბოლო გამოსვლაში ნახეთ მოსკოვის ეკონომიკური ფონი იყო ძალიან ძლიერი, უძლიერესი აკადემიკოსი, მათემატიკოსი, ოკეანოლოგიის ინსტიტუტის დირექტორი რობერტ რახმატულინი გამოვიდა განადგურა ყველაფერი სხვებით სამოქალაქო ომის პირას დგას, იმიტომ რომ ნახეთ შეუძლებელია კიდე გეუბნებით მე რომ ვიყო ჰუმანიტარი ამის თქმის უფლებას ვერ მივცემ თავს, მაგრამ მე მიმუშავია სფეროში, რომელიც მათ უკრაინის განადგურებას არ ჭირდება 2-3 საათი. არ ჭირდება. ყველაფერი რაც მოძრაობს უკრაინის სამხედრო სფეროში, ტანკები, ისინი ყველაფერი არის რუსეთიდან მიწოდებული საწვავით, ეს იქნება საავიაციო ბენზინი, ეს იქნება ეგრეთ წოდებული სალიარკა, რასაც ქვია, ისე ბენზინი, ყველაფერი არის რუსული, პლუს დასაწყისში აწვდიდნენ იარაღს და აწვდიდნენ ბომბებსაც. არ აკეთებენ ოპერაციას, რაც სამხედრო მდგომარეობა შეესაბამება, ამან უდიდესი წინააღმდეგობა გამოიწვია სამხედრო, იმიტომ იჭერენ, იმიტომ რომ მე ზუსტად ამა გახსნილი რუსული ელიტების რაობა რა, სამი მთავარი ელიტა. ერთი არის სპეცსამსახურების ელიტა, ერთი არის სამხედრო ელიტა, რომელიც ყოველთვის პატრიოტული იყო. მეფის რუსეთიდან, მესამე არის ნეოლიბერალური მეხუთე კოლონა, ჩამოყალიბებული ერცინის მმართველობის პირობებში, რომელიც მის შემდეგ მთლიანად ფლობს რუსეთის საფინანსო ეკონომიკურ ბლოკს. პუტინიც როცა მოიყვანეს, პირობა დაადებინეს, ესენი არ ჩაერევიან პოლიტიკაში, შენ არ ჩაერევი ამათ საქმიანობაში. აბა რას აკეთებენ ესენი? $1 ტრილიონი ოფიციალურად გასულია რუსეთიდან, ისე რომ რუსეთის ეკონომიკას არ მოხმარებია არც ერთი. ამას ხო უყურებს დაკვირვებული ხალხი, რუსები არ არიან ასე მარტივად ხელწამოსაგრებელი. დღეს უკვე აბუნტე უკვე ღია ტექსტით ლაპარაკობენ, რომ ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. მე ვერ გეტყვით როგორ შეიცვლება, კონსტიტუციური მექანიზმი ვერ იქნება დაცული სრულად, იმიტომ რომ რუსეთის პრეზიდენტი წამოწდა, რომ ახალი არჩევნები ძალიან მძიმე ვითარებაში ჩაივლისო. მივლენ თუ არა არჩევნებამდე, განაგებს თუ არა პრეზიდენტი, ეს 25 წლიანი მმართველობა არის კატასტროფა, იმიტომ ყველაფერი ჩალპა, კლანია, რომლებიც მილიარდერები გახდნენ. ამ სიტუაციაში რუსეთის შიგნიდან აფეთქება არის ერთადერთი გზა მის დასამარცხებლად, გარედან იარაღით რუსეთის დამარცხება. ილუზია, არავის არ აქონდეს ამის იმედი, მაგრამ არის შესანიშნავი პირობა. უკვე სეკვესტრზეა საუბარი ბიუჯეტისა, უკვე გახდა პრობლემა. გამოვიდა ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი ეს ქალბატონი ნაბიულინა და რაღაცა და პირველად მუშახელის ნაკლებობა გააჩნია რუსებს. გაჩნიეს რაც ნიშნავს, ხო სწორია, ძალიან სერიოზული. იქ ვიღაც საბოტაჟს აწყობს და 10,000-ობით საქონელი გააწყვეტინა. აღმოსავლეთი ციმბირიდან დაწყებული სოციალური მდგომარეობა არ არის კარგი. ამ ვითარებაში, რა თქმა უნდა, ევროკავშირი არის ერთადერთი მიზნი დამწუჩი, რომ როგორმე რუსეთის შიგნიდან ააფეთქოს და გარკვეულად რატო? ევროკავშირი ან უნდა იყოს რუსეთთან კავშირში, როგორც კი საღი პრაგმატული კავშირი, იმიტომ რომ ამ რესურსების გარეშე მათ მომავალი არ აქვთ. ევროპაში არაფერი არ არის. რუსეთისთვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ ხუზარმაზარ ბაზარზე გასვლა, მაგრამ ამ ეტაპზე არავითარი დაახლოება არ იქნება, პირიქით ახალი რკინის ფარდა კეთდება ევროპელების მხრიდან, მცდელობა არ მოიკლებს და მე ვფიქრობ, რომ სასწაული იქნება, რომ რუსეთი გადაუჩნდეს ნატოსთან და ევროპასთან ომს. რა თქმა უნდა, ამერიკელები ამაში არ მიიღებენ მონაწილეობას, იმიტომაც აკეთებენ დისტანცირებას და უფრო სხვა რამისთვის აკეთებენ დისტანცირებას. ევროკავშირის და ნატოს ფუნქცია
მათი შემქმნელისთვის დაკარგული აქვს. ევროპაში არაფერი არ მოხდება. აქცენტი სამხრეთ აღმოსავლეთ. ამას ზიად იძახის ახლანდელი ადმინისტრაციაში დატების. დიახ. 935 მილიარდამდე დოლარი რატო უნდა ხარჯოს წელიწადში ნატოსთვის რა რუსებს მოელაპარაკებოდა რა რუსები ახლა წავლენ და ევროპას დაიპყრობენ თუ რისი დამპყრობები არიან კიდე გეუბნებით მალე თვითონ შიგნით რა მოხდება მაგრამ რა არის ამ ომის გაჭიანურების მიზეზი ახლა რო ომის გაჭიანურების მიზეზი არის ტექნოლოგიური შესაძლებლობა არ აქვს რუსეთს პოლიტიკური ნება რაღაც ფარული გარიგება აქვს მაგრამ ხო ხედავთ როგორ არაპარტნიორულად იქცევა რუსეთი ირანის მიმართაც, ესე იგი, ეს ყმა იყო 300 წელი. ყოველთვის იყო ყმა ევროპისა, კიდე გეუბნები თავს მოვიტყუებთ და დღევანდელ სიტუაციაში მას კვლავ აქვს იმედი, რომ შეერთებულ შტატებთან აწყობს ურთიერთობას. რა თქმა უნდა, ურთიერთობა აეწყობა პრინციპით, მე ვარ უფროსი, შენ ხარ. ამას ამერიკელები დიდი ხანია თავაზობენ რუსებს. დაგვიშვი თქვენ სიმდიდრეებზე იყავი number 2 მეორე მაგრამ ომი წვემიდო დაიწყო ზუსტად რომ ეგ შეცვლილი იყო რომ ჩვენ ვართ არა ნომერი 2 არამედ ეს არის პრობლემა არის არა იმაში რომ უკრაინაც არ შეუძლია წინააღმდეგობის გაწევა იმ სამხედრო მანქანას როგორიც რუსეთია მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ სამხედროებს არ აძლევენ ნებას ეს უკვე გაჟონა ამან გამოიწვია უზარმაზარი წინააღმდეგობა და ამიტომ გეუბნებით როგორ მოხდება რუსეთში მოვლენების განვითარება ძალიან მნიშვნელოვანია წლის ბოლომდე რა მოხდება ამიტომ ჩვენთვის ამიტომ არის მე წლებია ვსაუბრობ იმაზე რომ აუცილებლად მიუმხრობლობის პოლიტიკა უნდა გატარდეს ნეიტრალური შენ ვერ იქნები იმიტომ რომ სამხრეთ ირანის ამბავი უკრაინის ამბავი რომ დამთავრდება ყველაზე მნიშვნელოვანი თავარი მოთამაშეების დაპირისპირების ადგილი იქნება სამხრეთ კავკასი მისი სტრატეგიული მნიშვნელობის გამო არა მხოლოდ საქართველოს, არამედ სამხრეთ კავკასი. არაფერი გადაწყვეტილი არ არის. არაფერი შეთანხმებული არ არის. კონტურებიც კი არ არის. ჩვენი ხელისუფლება კი ამ გაგებისგან შორსაა, რა ხდება? არ აინტერესებს, ღირსებით მიდის ევროპისკენ, თუმცა რა ევროპისკენა, გამოდიან ლანძღავენ, იქეთ ცალკე ტრამპს ლანძღავენ, ცალკე ევრობიუროკრატიას ლანძღავენ, იქ ფილოსოფოსი ყავთ, ვიღაცა ყავთ და სისულელეების ჭაობში არიან ჩაფლული თავიდან ბოლომდე, ხო? ეს პოლიტიკა არ არის. პოლიტიკა რა კი არ არის, საქართველოს ჩდება უჩნდება სერიოზული საფრთხე, იმიტომ რომ ხელისუფლება არაადეკვატურია მსოფლიოში მიმდინარე პროცესების. საინტერესოა ბატონო დემურ, თქვენ თქვით რომ ეს არ არის პოლიტიკა. არსებობს ამის საპირისპირო მოსაზრება, რომ პირიქით ეს არის ზუსტად ეს ბალანსის პოლიტიკა, რაზეც ამდენხანი ქონდა საუბარი, თუმცა მე პირადად ბალანსი მესმის ისე რომ პირიქით არ დაწვა ხიდი არსად და ესენი ყველგან ხიდებს ვავენ ეს. მოდით ასე ვთქვათ, თქვენ ალბათ ჩემი მოსაზრება თქვენთანაც მითქვა, ჩვენ 700 წლოვანი ისტორია გვაქვს პოლიტიკური უმეცრების. აი ლავირებას რო ვაკეთებდით, დღეს ვიქნებოდით სპარსელების გვერდით, ვიომებდით მათთან ერთად, მე რაღაცაზე ავხირდებოდით, აი ახლა გადავიდოდით ოსმალების გვერდით, ვიბრძოლებდით ამათ წინააღმდეგ. ეს ლავირების პოლიტიკა არის იმიტომაც დაგვერქვა ძალიან ცუდი სახელი საერთაშორისო პოლიტიკაში, მაშინაც ისტორიულად ცუდი სახელი იყო. კი, გიჟი მეუღლები, არანორმალური მეუღლები, ეგერ სად არ იბრძოდნენ, რა ჟლეტა არ იყო ქართველებისა, მაგრამ საკუთარი ქვეყნისთვის ვერასდროს რაციონალური პოლიტიკა არჩეული ვერ იქნა. ეს გრძელდება ახლა. ვის მოატყუებ? კიდე გეუბნებით, ნუ თუ ვინმე შეუძლია წარმოიდგინოს, რომ ბიძინა ივანიშვილს ან მის იმ საცოდავ თავრობას შეუძლია შეერთებული შტატების ადმინისტრაცია შეიყვანოს შეცდომაში ან და ევროპას ესე იგი როცა ჭირდება ფული მაშინ ევროპული ორიენტაცია უნდა და მერე თუ ახირდება აუ ამნაირია ევროპა ეს არ არის პოლიტიკა ეს არის სიგლახე ეს არის სწორედ ის რასაც მე ვამბობ არაპროფესიონალიზმი პოლიტიკაში, იმიტომ რომ შენ ხარ სახელმწიფო, რომლის მიმართაც უახლოესი 30-40 წელი მთავარი მოთამაშეების ინტერესი არ დაიკარგებ. ეხლა მე გეკითხებით, მანახეთ ევროკავშირი, რომელიც წარმოადგენს პოლიტიკურ სუბიექტს მსოფლიო პოლიტიკაში.
მანახეთ ერთი საკითხით, სადაც ევროკავშირს ვინმე ეკითხება საერთოდ რა ხდება მსოფლიოში, იგნორირებულია და პირველ რიგში დამცირებული და იგნორირებულია შეერთებული შტატების მიერ. რატომ? ის მაშინ პარტნიორობდა ევროკავშირთან, როცა საბჭოთა კავშირი იყო გასაჩერებელი და შესაკავებელი და ნატოსთვის იმიტომ იხარჯებოდა, ევროკავშირისთვისაც იმიტომ იხარჯებოდა, მაგრამ ეხლა არაფერი არ არის. რუსეთს ოღონდ ავაჭრე ეგ და ფული აკეთებინე და რის დამყრობელია კიდე გეუბნებით. ერთი აზრი ხო უნდა ამას ქონდეს. ზიად ამბობს რუსეთის მათ შორის მზღვანელო პუტინის რომ როგორ უნდა სიგიჟე არის ხო ჩვენ დაგვაბრალო რომ გვინდა ევროპის დაბრალება. ამ ხელა ტერიტორია რომ დაპყრობა რას ნიშნავს? უნდა შეიყვანო ჯარი, აკონტროლო შენი ადმინისტრაცია, შეინარჩუნო. აკონტროლო და უნდა არჩინო ის ქვეყნები, ხო, რატო სიგიჟე ხო არ არის? ევროპა არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს რუსეთის მომავლისთვის, ამერიკის გარეშე ევროპა განწირულია რუსეთთან დაპირისპირებაში და ასეც მოხდება ალბათ, მაგრამ თვითონ რუსეთი შიგნიდან არის განწირული თავს თუ არ უშველის, ეხლა შიგა საღი რესურსი თუ არ გამოჩნდა და გადასვლა არ გააკეთეს, იმიტომ რომ რაც მალე გაუშვებენ პუტინს მით უკეთესი რუსეთისთვის და რაღაც რაციონალური ხელისუფლება თუ ეს შესაძლებელია, ამიტომ ვამბობ მე შენი მეზობელია ჩრდილოელი კეთილი ინებე, ნუ გიყვარს კაცო, რომელ სიყვარულზე ლაპარაკი. შენ გაითვალისწინე რეალური მდგომარეობა, რომ არ გაისრისო ამ დამატებით, რომ იტყვიან დაძაბულობაში შენგან მოითხოვება საღი პოლიტიკა. რუსებმა, ჩინელებმა, რომელთა ინტერესი გაზრდილია კავკასიაში, ამერიკელებმა, რომლებიც სერიოზულად ფიქრობენ ჯერჯერობით, იმიტომ რომ აბსოლუტურად გაურკვეველია როგორ დასრულდება ირანი, შენ გჭირდება ყველა მიცოდეს რომ შენ ცალმხრივი მოთამაშე არ იქნები, შენგან მეტი არაფერი არ მოითხოვება, შენ არ ახარ ის ძალა, რომელიც მიემხრობი ამერიკას და არ იქარ რუსეთს დაამარცხებ, ან რუსეთს მიემხრობი და ამერიკას დაამარცხებ, ან ჩინეთს მიემხრობი და ორივეს დაამარცხებ, ხო? ეს სტრატეგიული პარტნიორობა ჩინეთთან კაიგვარიანად სასაცილო რამეა, იმიტომ რომ სტრატეგიული პარტნიორობა მის წინააღმდეგ რუსეთის და ამერიკის წინააღმდეგ მაგარი ლავირება ცოდნიათ საქართველოში და ამიტომ ამბობ მე ჩვენს არაფორმალურ მმართველს მრჩეველები რო ყავს საქართველოს ყველა დამაწყევარს ყავდეს ისეთი მრჩეველები, იმიტომ რომ ჩვენ 13 წლის განმავლობაში ერთი გონიერი პოლიტიკური ნაბიჯი ვერ ვნახეთ. დიახ, ბალანსირებისთვის ფულით ამ პოლიტიკური ლანდშაფტის შექმნისთვის, სადაც ყველა პოლიტიკური ძალა კონტროლირებადია და აბსოლუტურად ნულოვან საფრთხეს წარმოადგენს ხელისუფლებისთვის, ამ არაფორმალური ხელისუფლებისთვის და ამ არალეგიტიმური ხელისუფლებისთვის. თუ ვინმეს გონია რომ 2024 წლის არჩევნებში გაიმარჯვა ოცნებამ და ლეგიტიმაცია ქონდა მაღალი, თუ გაიმარჯვა ვიღაცამ უნდა ცნოს. დემოკრატიული თამაშის წესი ასეთია, მე რომ გავიმარჯვა და შენ დამარცხდი, შენ უნდა აღიარო რომ დამარცხდი. ვინმე მაგიარა დამარცხება, არა. ძალიან კაი რაღაცები იწერება. ეს ხო ხა ჩვენი ოპოზიციის მუდმივი მდგომარეობაა, ისინი არასდროს არ აღიარებენ ხოლმე დამარცხებას და ზუსტად ამას იყენებს ხელისუფლებას არგუმენტად. რატომ არ აღიარებენ? მოდი ღიად თქვათ. ისინი ძალიან მსუყედ ფინანსდებიან არაფორმალური მმართველისგან. რა ბრალდებები წაუყენეს ოპოზიციის შიგნით თუ გნებავთ იგივე გვარამია ხო ის რაღაც სიაფანდი პარტია რო შექმნა. რაზე დაშალეს ნაცმოძრაობა ვინ დაშალა პირველად ისტორიები გაიხსენეთ თქვენ როგორ ფიქრობთ ლამაზი თვალებით მოხდა ეს ყველაფერი მოხდა ფინანსური ინტერესების გამო და დღეს ნაცმოძრაობის ლიდერები რომელთა ჩამოყალიბებას მე უყურებდი და მეც მოვიაზრებოდი პარლამენტში იმ ჯგუფში სულ 6-7 კაცი იყო მაგრამ როცა ხედავდი რა გზით მიდიოდნენ ესენი დისტანცირება გავაკეთე ვინ შექმნა ეს ხალხი სააკაშვილმა იმიტომაც ზის იქ სადაც ზის იმიტომაც მოიტეხა კისერი კაც რომელსაც შეეძლო დღესაც წესიერი პოლიტიკაში ყოფილიყო პოლიტიკური პროფესიული თამაში ეთამაშა მას შეეძლო ფანტასტიკურ მდგომარეობაში
მთელი ქართული ინტელექტის გამოყენებით მაგარი ქვეყანა გქონოდა ზის ციხეში და მის მიერ გამოცდილი არარავობები რას ამბობენ მაგას რა უფლება აქვს ჩვენი სახელი ილაპარაკოსო ხო აი ეგ არის ბედის ირონია მართლა სხვათა შორის მე შემიძლია ხატზე დავიფაცო და ახლა თუ ამ გადაცემას ნახავს მისა შარაკაშვილი მის კაბინეტში ვიჯექით როცა უთხარი აუხსენი ჩვენ შორის 15 წელია ცხოვრება მითხრა რომ რასაც შენ ფიქრობ და ლაპარაკობ და საუბრობ ჯერ არ მიფიქრეო გასაგებია მეთქარი შენ ასაკში მეც არ ფიქრობ მეთქარი მოხვალ ამ ხალხით ხელისუფლებაში განწირული ხარ დაიღუპები თქო აი ხატზე შემიძლია დავიფიცო და არ ამგონია ეს სააკაშვილი ის იყოს რომ უარყოს ეს ყველაფერი მე ვთქვი ამ ხალხით არ შეიძლება იმიტომ რომ მე ვიყავი 57 წლის როცა მივედი პარლამენტში მაგ იყო 32 წლის როცა მეორე ვადით არჩეული იქნა პარლამენტში და მისი ინიციატივით ჩვენ დავახლოვდით 2002 წელს კი როცა გაუბერეს ძალიან მაგრად უკვე გავეშვი იმიტომ რომ აზრი არ ქონდა სხვაჯერს აი სულ მიკვირდა ხოლმე ბატონო დემურდა შეიძლება ეგ არის პასუხი მართლაც რომ აქ ფინანსური ნაკადების ამბავია ეგ აი ქართულ ოცნებას აქვს ყველაფერი ძალიან ბევრი საკითხია რაზეც შეიძლება აკრიტიკო მაგრამ ეს ჩვენი მეინსტრიმული ოპოზიცია ყოველთვის ურტყავს ისეთ საკითხებში სადაც მეორე მხრიდან არგუმენტ მაგალითად LGBT პროპაგანდა ძალიან კარგი რამე შეეხე ძალიან მაგარ რამე შეეხე საკმარისია ახლა პარლამენტში იყოს თუ გნებავთ ერთი ძალიან დამოუკიდებელი პროფესიული პოლიტიკოსი ოცნების საშინაო საგარეო პოლიტიკაც მიწის ქვეშ ამოდერს მე ხო ვიცი პარლამენტი რამხელა ტრიბუნაა და სულ ტრიბუნაზე ვიყავი ბოლოს და ბოლოს ხო ყველაფერი ჩანაწერი ღიად იყო ხო ეს არის არანორმალური ტრიბუნა პროფესიული ფრაქცია რომ არსებობდეს პარლამენტში ოცნება იქნებოდა ტალახში ამოსვლილი იმ საქმიანობის გამო რასაც ის აკეთებს ეს აბსოლუტურად არაპროფესიონალური ნახეთ შემადგენლობაც ნახეთ ეგ აიღეთ ლელო აიღეთ გვახარი თუ გვარამია თუ გვახარია თუ გახარია ერთი ოხერია ყველაფერი ხო და პროფესიული κρიტიკის ნაცვლად თემები განსაზღვრული აქვთ ხო აი იციან ის თემებზე უტევენ რაზეც იქიდან პასუხია რომ აი რატო არ ატარებ LGBT პრაიდს ეხა ამაზე რომ ეყუბები მთავრობას ხო გასაგებია რომ აქ საზოგადოების გადაჭერა არასდროს არ ეს არის კიდე გეუბნებით ჩვენ მოდი დაუფასოთ არაფორმალურ მმართველს ის რაც გააკეთა მან გაანადგურა საქართველოს პოლიტიკური სისტემა და შექმნა პოლიტიკური ლანდშაფტი რომელიც როგორც უკანასკნელი ყმა ემსახურება მის არაფორმალურ მმართველობას თქვენ როგორ ფიქრობთ ის ტელევიზიები რომელიც არსებობს და ისეთ აღვირახსნილ მოდით სწორი არასწორი არ ვლაპარაკობ უბრალოდ კონსტიტუციურ ხელისუფლებას უტევს შეიძლება რომელიმე სახელმწიფო მიგუოს და არსებობდეს არა ვინ კვებავს ამ ტელევიზიებს მე მათ კანალიზაციის ტელევიზიებს ცხადია ოცნება თან ყველანაირი ბიზნესიდან იღებენ შემოწირულობას და ესენი თვითონ კანონით აკრძალეს მე მგონი უკვე ბიზნესის მიერ პოლიტიკის დაფინანსება და მართლაც აი საიდანღაც ხო იღებს ეს ხალხი რა თქმა უნდა ვინმე აქ ილუზია რომ თავრობის გარეშე და შეიძლება ბიზნესმა ერთგვარი დახარჯოს პარლამენტის წინ 400 დღეო თუ რა საპროტესტებენ აი ჩვენ ძალიან დავინტერესდით ეხა ბოლო ქართველთა დიდ 18 ნომერში რუსთაველში ოფისი გვაქვს და გავიდა დავთო ჯამუკაშვილი და იქ ახალგაზრდებს უთხრა მობრძანდით აგერ კაცო სტუდიიდან ისაუბრეთ გაგვაგებინეთ ჩვენც დავდგებით მეც არაერთხელ მithქვამთ მეც დავდგები რა საპროტესტებ მითხარით არჩევნები ეხლა თუ იქნება ეს ოპოზიცია გააკეთებს იმ სისულელეს რომ ოცნებას კიდევ მოაგებინებს როგორც გააკეთეს ადგილობრივ არჩევნებზე სადაც არ გავიდა ოპოზიცია საერთოდ არჩევნებზე არ გავიდა ახლა არაერთხელ ავხსენი მე სიტუაცია როდესაც შენ გაგინადგურეს პოლიტიკური სპექტრი იმიტომ რომ სუსტები არიან და გაანადგურა ყველა გაწია თამაშიდან დატოვა ოპოზიცია მაგრამ მე თუ არ ვიქენი ესენი მოვლენ და არიქა შეგჭამენ ყველასე ხო დატოვა ეს ორი ხო თუ ამ ორ შორისა გარჩევანი საზოგადოებას აქვს ძალიან მაგარი ბერკეტი ხელში არჩევნებზე მე მარტო თქვენს სეთურის ბრბოებს მოგცემთ საშუალებას რომ მიხვიდეთ და არჩევანი გააკეთოთ დანარჩენი არ მევალთ არჩევნებზე
და რა გამოვა? თქვენ ნახავთ, რამდენი პროცენტი მივიდა? 39, ხო? კი, მაგრამ 60% ის ნაწილია, რომელიც ფიქრობს, რომ ამათვის ხმის მიცემა არ შეიძლება. 60 ნაწილი პასი. ახლა კიდევ იქ ზოგიერთი დაუკვირვებელი მიამეტი ადამიანი რო არ მისულიყო, გამოდიოდა რომ ხელისუფლებას აირჩევდა 25-30%. კიდე გეუბნებით, ვის გინდა თქვენ სოფლიოში დაუნტკიცოთ ის, რომ 30%-მა მოგცა ხმა და შენ ხარ ლეგიტიმური, იმიტომ რომ სხვამ არ მოგცა კი არა. ნახეთ, ერთი ეშმაკობას ლაპარაკობენ, რომელიც განმარტებას მოითხოვს. აი, მოდით და ყველა გადაგხაზეთ. ეს არის სრული კატასტროფა, იმიტომ რომ შენ მაშინ ლეგიტიმაციის უმაღლეს ხარისხს აძლევ ხელისუფლებას. შენ 70%-მა რო გადასახა 100% რომ მიხვიდე და 70%-მა გადახაზო და 30%-ით მოიგოს ვინმე, ეს არის კოლოსალური. დაფიქსირდება რა, არჩევნებში აქტივობა იყო ძალიან მაღალი და იქიდან თქვენ ეს ხელისუფლება ვინც ხართ სეთურიზმო რა მნიშვნელობა სააკაშვილის სეთურიზმოა თუ ივანიშვილის სეთურიზმო მე ციცაშვალები ერთმანეთს რა კი თქვენ ამ წუთში ახლა იარაღზე ხო არა ლაპარაკი და ძალით ჩამოგდებაზე ჯერჯერობით არ არის ეს სიტუაცია ხო სანამ ოცნება ბოლომდე არ გააფუჭებს საქმეს ხო მე გამოვა რომ 30-28% მივა არჩევნებზე და ხელისუფლება იქნება ისევე ფთამოტეხილი როგორც დღეს არის და ფაქტობრივად ავტორიტეტი დაკარგული ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია ხელისუფლება ხშირად და ამას ამბობს ხოლმე და აქ უნდა ვიცოდეთ რამხელა შეცდომა არის შეცდომა კი არა შეგნებული ტყუილი არის რომ აი ჩვენ აგვირჩია მოსახლეობის 70%-მა პირობითად აი ადგილობრივ სინამდვილეში მოსახლეობის 70%-მა კი არ აირჩია არჩევნებზე მისული ადამიანების 70%-მა რაც მოსახლეობის რიცხვში გამოდის დაახლოებით 15-20%. აი ეს არის ის რომელიც ასეთი გაფუჭებული და ფულზე გაყიდული ინტელექტუალური ელიტა რო არ იყოს ხელისუფლებაში რომელიც ან ერთ მხარეს ემსახურება ან მეორეს ეს განმარტებები იქნებოდა ქართული ხალხი გონიერია ყველაფერში ძალიან კარგად გაირკვეოდა და არ დაუშვებდა ამ შეცდომას რომელიც 33 წელია მას შემდეგ რა ქვეყანა დააქციეს სახელმწიფო გაანადგურეს სამხედრო გადატრიალებით და 33 წელი ანადგურებენ მას ნახეთ ანადგურებენ კაცო გიყიდიან ერთმა ძალიან ღირსეულმა სასულიერო პირმა დაწერა თქვენ კაი ხალხო ეკლესიაში თუ გადიხარ და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა გიყიდიან ამ ქვეყანასო და ამ ხალხს როგორ უჭერთ ხელთ ხო სწორი ეხლა დღისით მზისით ისტორიული თბილისის უბანი მიყიდა ალიევს კულტურის ცენტრის გასაკეთებლად და ის ბატი რო არის ეკონომიკის მინისტრი, იმიტომ ყავთ იქ რომ ყველაფერს გაყიდვაში ხელი მოაწეროს, ხო და ექსპროპრიაციას უკეთებო, ხუთს კი არა, სინამდვილეში 10 ოჯახს ართმევენ სახალხს, რომელიც იქ დიდი ხანია ცხოვრობენ, ხო? მე არ ვიცი კომპენსაცია რა იქნება. კი, მაგრამ თბილისის ისტორია უბანი შენ რატომ უნდა მიყიდო აზერბაიჯანს? თან მარტო კულტურის სახლზე არ ყოფილა საუბარი. მე მგონა ერთ შენობა კი არა, მთელი დასახლება შენდება. მთელი დასახლება შენდება. ის რაც გაყიდული მიწებია ღია ტექსტით დაადასტურა ხო ხელისუფლებამ. ის რაც ჩვენ გამოფენა რომ გავაკეთეთ პირველი გიმნაზიის კლასიკური გიმნაზიის წინ იქ. იყო 1000-ობით ამონაწერი გვაქვს ხო? ყიდიან ქვეყანას. გაყიდდეს აგერ ახლა ამას ხო ვერ თბილისს გიყიდიან. კი ბატონო. და საერთოდ უკვე არის მართლა ის ეტაპი, რომ აი თავზე მოჯენას ცდილობს ყველა ამ ქვეყანაზე, განსაკუთრებით აზერბაიჯანი ძალიან აქტიურობს ამ ნაწილში. ნახეთ, უბედურება ის არის, რომ ჩვენი სახელმწიფო უწყობს ამ ყველაფერს ხელს, იმის ნაცვლად, რომ წინააღმდეგობა ხელისუფლება, მოდით ასე ვთქვათ, აზერბაიჯანი ღიად განიხილავს იმას, რომ ქვემო ქართლი ალბანელების სამკვიდრო იყო და რა კი ჩვენ მართო მემკვიდრეობენ ღია ტექსტით არის ამაზე მსჯელობა პროცესები რაც მიდის ქვემო ქართლში საქართველოს ხელისუფლება მიწის თუ არ იცის მაშინ ისინი ბოროტი დამნაშავეები არიან თუ იცის მე დარწმუნებული ვარ რომ
მე დარწმუნებული ვარ ისიც რომ მიწოდებული აქვს ხელისუფლებისთვის, მაგრამ ხმას არ იღებენ, ისევე როგორც ურცხვად ყიდიან ყველაფერს უცხოელებზე, მიწის გაყიდვა ეს არის დანაშაული, მით უმეტეს ჩვენ ალბათ ალიევსაც უნდა უთხრათ ვინმე მან ამ გადაცემიდან ანისე რომ ის ყიდულობს თბილისში უბანს არალეგიტიმური ხელისუფლებისგან. ნუ მისი ახლა პოზიცია გასაგები არის ახლა მთავარი არის რომ ის თulis რომ ეს გახდება მისი აკუთრება ახლა ვისგან იყიდა რა მნიშვნელობა აქვს მე მესმის თქვენ რასაც გულისხმობთ იმიტომ რომ არალეგიტიმური ხელმძღვანელობის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები თავის დროზე დადგება მათი კანონიერების საკითხი ყველანაირი იურიდიული საფუძველი არსებობს საქართველოს ერთადერთი გზა აქვს გადარჩენისა რომ ჩვენ ძალიან კარგი სამეზობლო ურთიერთობა უნდა გქონდეს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ჩვენ პირიქით ძალიან სერიოზული კოორდინაცია გვმართებს ერთიანი პოლიტიკის გატარებისთვის, საერთო ინტერესები არსებობს, მაგრამ ჩვენ როდესაც ხელისუფლება გვყავს არალეგიტიმური და ჩვენი მეზობლები ცდილობენ იყიდონ ქვეყანა მათ ძალიან სერიოზული ფული აქვს, დიდი ფული აქვს. მათ საქართველოში ყავთ ერთ-ერთი უდიდესი დამფინანსებელი, ხო სწორია? არ ჭირდებათ მათ გარედან არალეგალური ფულის შემოტანა, ერთ-ერთი დიდი მსხვილი კორპორაცია, ხო სწორია? ნავთობის, სოკარი, რა თქმა უნდა, ის სახელმწიფო წარმონაქმნია სახელმწიფო პოლიტიკის გამტარებელია. ამიტომ მე რა პრეტენზია უნდა წაუყენო ალიევს და რა პრეტენზია უნდა წაუყენო სოკარს, როდესაც შენი ხელისუფლება ყიდის არაბებს რა პრეტენზია უნდა წაუყიდო, როცა გადაიხადეს ფული და მიყიდა ამ ხელისუფლებამ? რა თქმა უნდა პრეტენზია უნდა იყოს ხელისუფლებასთან ამ შემთხვევაში. და ამ დროს თქვენ ნახეთ ოფიციალური სტატისტიკა საქართველოს რამდენმა ქართველმა დატოვა. მე დღეს ალბათ კიდევ მომიწევს ამ თემაზე საუბარი ერთ ტელევიზიაში ობიექტივზე საუბარი იქნება იმაზე რა კეთილდღეობაში ცხოვრობს საქართველოს მთავრობის სიტყვები და რა მდგომარეობა რეალურად დაახლოებით 4 კაცი იქნება ალბათ 9-ის ნახევარზე დაიწყება ეს გადაცემა საინტერესო დისკუსია იქნება ვადევნოთ თვალყური. კი, კარგი ხალხი იქნება, მე როგორც მითხრეს და მეც უარი არ ვთქვი ამაზე. ესე იგი, ეხლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ, აქ ახლა ეს ცუდია, ის კარგია, ამაზე საუბარი, პიროვნულ თემებზე საუბარი არ არის, საერთო სურათი გვაქვს წინ, ურთულესი საგარეო მდგომარეობა, რეალობაც მოწყვეტილი საქართველოს ხელისუფლება, რეალობაც მოწყვეტილი თუ ვინმეს ჩემი სიტყვები არ მოეწონება, მე გთხოვთ ყველას. მე ადამიანი ვარ, რომელსაც შემიძლია ბოდიში მოვიხადო შეცდომისთვის. მანახეთ 1-2-3 მოკლე წინადადებით ჩამოყალიბებული საქართველოს ხელისუფლების პოზიცია დღევანდელი უზარმაზარი საგარეო საშიში საქართველოს მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს შიგა პრობლემებთან დაკავშირებული თლათ ეს რომ შევკრიბოთ შეიძლება 2 აბზაცი გამოვიდეს აი ასეთი ხო საგარეო საშინაო მდგომარეობას ძალიან ყურადღებით ვუსმენ ოფიციალურ პირებს იმიტომ მაინტერესებს ასეთი წყლის ნახვა თუ მეშლება მომაწოდეთ გთხოვთ მე საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს საპირისპირო შემთხვევაში ამიტომ თუ ქართველები არ ცემენ საკუთარ თავს პატივს და პატივს ცემენ ხალხს რომელიც ამ ქვეყანას უყიდის რომლის გაყიდვის უფლება არაბის არ აქვს ეს მიწა არ ეკუთვნის ბიძინა ივანიშვილს ეს მიწა არ ეკუთვნის საქართველოს არც ერთ ხელისუფლებას ეს მიწა ქართველი ხალხის საკუთრებაა და ჩვენ თუ ვერაფერს ვერ განვავითარებთ ეს მომავალ თაობას უნდა გადავცეთ. ეს არის მემკვიდრეობითობა, ეს ხელისუფლება 13 წელია სპობს მემკვიდრეობას. და ქმნის საფრთხეს წყვეტისა. როცა ქართველი ამ ქვეყანაში გადაწყვეტილებით შედეგზე ვერ მოახდენს გავლენას. ჯერჯერობით ახდენს.
თავისი მიამიტობითა, უვიცობითა არა აქვს მნიშვნელობა ახდენს. რადგან არც ერთი ხელისუფლება მათ შორის კანონიერი ხელისუფლების დამხობი არ მაინტერესებს. კარგი იყო კანონიერი ხელისუფლება, ვინმეს უყვარდა, არ უყვარდა, კანონიერი ხელისუფლება დაემხო იარაღის ძალით. იმის შემდეგ ყველა ხელისუფლება აირჩია ქართველმა ხალხმა. თუ ვინმე მეტყვის, რომ მიშა სააკაშვილი გაყალბებით მოვიდაო ხელისუფლებაშიო, მე მაშინ ამ ადამიანებს არასერიოზულ ადამიანებს დააგავიწყათ მილიონიანი კუდი რომ მოყვებოდა დასავლეთ საქართველოდან. არა, სააკაშვილიც, მათ შორის ივანიშვილის ქართული ოცნება უზარმაზარმა მასამ დაუჭირა ხალხს. ესე იგი რაშია საქმე? საქმე არის რაღაცის გაუცნობიერებლობაში და ეს გაუცნობიერებლობა პოლიტიკური პროცესისა რეალური პოლიტიკისა მიდის იქამდე, რომ ქართველები ნელ-ნელა კარგავენ ამ ქვეყანას. და როცა ქართველებს დააყენებენ ფაქტის წინაშე, მე უკვე ყველაფერი გვიან იქნება. აი ერთად რომ შევიკრიბოთ ყველანი და თავდაყირა გადავიდეთ, ხომ? ქართველებისთვის ეს ქვეყანა დასრულებული იქნება. ეს ხელისუფლება წარმატებით აკეთებს ამ საქმეს. ბატონ დემურ, საგარეო ფაქტორები ახსენეთ და აი გადაცემის ბოლოს 15 წუთი რჩება, მინდა ვისაუბროთ ირანის ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე, თან გადაცემის დასაწყისში დავაანონსეთ, რომ ამ თემაზე გვექნებოდა საუბარი. რა ხდება ირანში, თან მით უმეტეს ეს მართლაც არის ჩვენი რეგიონი, ჩვენთვის აშკარად საფრთხის შემცველი ვითარება. არ აღმოჩნდა როგორც ჩანს ირანი ესე მარტივად აი ჩამორჩენილი და არაცივილიზებული ირანი როგორც ჩვენთან ეს ლიბერალები ეძახიან. არ აღმოჩნდა მარტივი ლუკმა მათ შორის არც მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოსთვის როგორც არის ამერიკის შეერთებული შტატები. აი ქართული რეალობის ერთ-ერთი ტრაგედია ის არის, რომ აქ იდეოლოგიური, რომ იტყვიან რაღაც იდეა ფიქსებიდან გამომდინარე, ცოდნა დაიკარგა უნივერსიტეტებში, რას ასწავლიან ჩვენ წერს განსაკუთრებით სახელმწიფო უნივერსიტეტებში და სახელმწიფოს მიერ მხარდაჭერილ იმ ნეოლიბერალური მიმართულების უნივერსიტეტებში. შეიძლება კაცობრიობის ისტორიაში არ აქვს მნიშვნელობა შენ რა ისტორია ქონდა მასთან. ერთ-ერთი პირველი დიდი და მე უდიდეს ცივილიზაციად ქცეული სპარსული ცივილიზაციას ბნელები უწოდო, როცა ტექნოლოგიური გიგანტია, როცა უამრავ სფეროში მსოფლიოს 5 საუკეთესო ტექნოლოგიურ გიგანტ ქვეყანაში შედის, რაღაცეებში ათეულში. ადამიანებმა, რომლებმაც განათლება და მეცნიერება აიყვანეს უსაშველოდ სანქცირებული ცხოვრების პირობებში, ადამიანები, რომლებისთვისაც განათლება და მეცნიერება არის ფაქტიურად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და აჩვენეს რა დონეზე აქვთ ყველაფერი და როგორ შეუძლიათ წინააღმდეგობის გაწევა, აიათოლები, რომლის შესახებაც საქართველოში არაფერი არ იციან და შიიტურ სარწმუნოებაში რაც ნიშნავს აიათოლა, შეიძლება ახლა ვინმე მიტროპოლიტი სახელი გაიგონოს და მას რა დაიგონოს. აი არ ხუმრობ ხანდახან მთავარი არხის Facebook გვერდს ნახულობ ხოლმე რა, რომ ამოგიგდებს Facebook-ი. გვარი გონიათ, აიათოლა გონიათ სერიოზულად, აი ხუმრობის გარეშე, აიათოლა გონიათ გვარი. ეს არის სისხლის მსმელი აიათოლას ბრალი და აი რო კითხულობ კონტექსტი გჭება რომ გონიათ კონკრეტული პიროვნება არის. ეხლა მოდი ღიად მე არა ვარ მიჩვეული მოკიბულს გაუნათლებელი ახალგაზრდობა. იმ ყლაპო უნივერსიტეტებში გაზრდილები. ყველას არ ეხება ეს იდეოლოგიურ აი შინ რომ მიდიან რაღაც. ადამიანები რომლებიც წაკითხულიდან აზრის გამოტანა უჭერთ. აფარებული აქვს ან სააკაშვილის სურათები თავიანთ გვერდებზე და არიან უზრდელება და იგივე თუ გნებავთ ივანიშვილის რა მნიშვნელობა აქვს. ადამიანებს რომლებიც ყველა არის მეცნიერებათა დოქტორი. ეს მათი კლასია რო იტყვიან, ეს არის უსაშველოდ ცოდნე ხალხი. უსაშველოდ განათლებული ხალხი. ვინ არის ბნელი? აიათოლა ალი ხამენეი, რომელიც პირველ დღეს როგორც სულიერი ლიდერი მოკლეს. კარგია, ცუდია, შენთვის რა მნიშვნელობა? კაცი, რომელსაც სადოქტორო დისერტაცია ირანში, სადაც ყველაზე რთულია მსოფლიოში რაიმე ხარისხის დაცვა, დაცული აქვს
კანტის ფილოსოფიაზე მათემატიკური მოდელები. ამიხსენით ახლა ვიღაც კრეტინი, რომელიც თავარზე თუ რაღაც კიდე სიაფან ტელევიზიაზე გამოდის და ხალხს, რომელიც არის მეცნიერები, მაღალი დონის მეცნიერები, ბნელს უწოდებს და შენ გინდა რომ ასეთი ქვეყანა განვითარების გზაზე იყოს და ამიტომ რა არის ჩანაცვლებული განათლება, მეცნიერება, ქვეყნის განვითარება, შინ ევროპაში სიარული. სად ევროპაში სიარული, რომელსაც სამხრეთ კავკასიაში არავინ არ შემოუშვებს, არიცით ეს? ამიტომ რა არიცით, ყველაფერი მოშლილია აქედან ირანამდე არის ძალიან მცირე მანძილი. შენ ღია მტრობას ავლენ ირანისადმი. ირანმა აჩვენა, რომ სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან თითქმის ყველა სახელმწიფოს, მათ შორის საუდის არაბეთის მომავალი მათზეა დამოკიდებული. ვერანაირი ამერიკა, ვერანაირი ევროპა, ვერანაირი ისრაელი, რომელსაც ისე აქვს საქმე, რომ შეიძლება საერთოდ თუ ბევრს მოინდომებს, საერთოდ შეწყვიტოს არსებობა. როგორ დასრულდება ვერ გეტყვით, მაგრამ თუ ასე დასრულდა, რა იწერება ამერიკულ ძალიან სერიოზულ გამოცემებში. ფაქტობრივად გამოუცდელი ხალხი დიპლომატიაში, როგორიც არის ამერიკული მხარე, არც ერთი არ არის პროფესიონალი პოლიტიკოსი, ტრამპი არ არის პროფესიონალი პოლიტიკოსი, ვენსი ახალგაზრდა კაცია, მართალია კარგი, მაგრამ დიპლომატი არ არის, ნუ ყველაზე დაბალანსებული პოზიციები მაინც მე მგონი ვენს ჰქონდა, იმიტომაც მოითხოვა. რა გამოვიდა? ფაქტობრივად ამ გამოცდილმა ძალიან განათლებულმა ხალხმა უდიდესი პრობლემა შეუქმნეს შეერთებულ შტატებს. ეხლა თავს თუ მოვიტყუებთ, მე ფაქტს ვაღიარებ, მე არ ვაფასებ, კარგია თუ ცუდია. ეს არის ფაქტი. გააგრძელებს თუ არა ტრამპი. რა დათვალეს? 25 ატომური ბომბი რო ჩამოაგდოსო, ხო გაანადგურებს ირანს. ხო, მაგრამ 25 ატომური ბომბის ჩამომგდები ქვეყანა მსოფლიოში რა სახეს მი? საერთოდ სოფლიო რა სახეს მიიღებს 25 ატომური ბომბი? რა თქმა უნდა, ხო, ამიტომ ესეც არ არის გარანტი 90 მილიონი ადამიანის, 93 მილიონი ადამიანის განადგურების სურვილის გამოთქმა არის ალბათ ველურობის ყველაზე მაღალი მწვერვალი. ხო, არ გამოვა ეს საქმე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი სხვა ბევრ რამესაც ეხება. ის რაც ტრამპმა თქვა, დაახლოებით გავს იმას, რასაც ნერონი ამბობდა. ნერონს ერთი მიზანი ჰქონდა, რომს ერთი თავი უნდა ქონდა. რომ ერთხელ მოიქნევდა და მოაჭრიდა თავს. გასაგებია, როცა შენ გინდა ყველა გაანადგურო და შენ იყო მარტო, სხვა გეწინააღმდეგება ამაზე და როგორც წესი, როგორც შეჭამეს ნერონი, ისე შეჭამენ ყველა აგრესორს. განურჩევლად იმისა, ვინ იქნება აგრესორი. ამიტომ უდიდესი რამ ხდება, სამყარო უკვე შეცვლილია, ამას არაფერი ჩვენ უბრალოდ არ ვიცით ბოლო კონტურები, ჯერჯერობით საფრთხეები წინა, მაგრამ ცალმხრივად ირანმა შეწყვიტა ამერიკასთან ირანო უარი თქვა მოლაპარაკებაზე, ფაქტობრივად აჰა, ბურთი და მოედანი მოდი და იომე. ორმუზის ყურე გახსნილია ნაოსნობისთვის, ოღონდ ყველაფერი გადის ირანის თანხმობით. ირანის გემები თავისუფლად კურსირებენ, ჩინეთში ჩვეულებრივ მიაქვთ ყველაფერი, აბა გეკითხებ მე რისი ბლოკადა გააკეთე. რატომ გააგრძელე სამშვიდობო პროცესი, ცეცხლის შეწყვეტა ცალმხრივად. ეხლა ნათანიაჰუ იყო ვაშინგტონში, კარგად ვისაუბრეთო, გააგრძელეს კვლავ ასე. ისრაელს არანაირი შანსი არ აქვს ომის გაგრძელებისა. ისრაელის თავდაცვის მინისტრი პირიქით იძახდა, რომ ჩვენ მზად ვართ და უკვე მონიშნულიც გვაქვს
სამიზნეები მხოლოდ ამერიკისგან ველოდებით მწვანე შუქს და იმასაც გავანადგურებთ ირანისგან რაც დარჩაო. გუშინდა განცხადებული. ხო, მაგას ჯობია უთხარით ცენზურა ახსენით და რა ხდება ისრაელში ჯობია რა შედეგები აქვს ისრაელს მიღებული. მე რატო გეუბნებით, იცით, ყველაფერი სიცრუეშია გახვეული. თქვენ წარმოიდგინეთ ამ ხელოვნური ინტელექტის გამოყენებამ რა პრობლემა გაუჩნდა ამერიკასაც, რა პრობლემა გაუჩნდა ისრაელსაც. ხელოვნური ინტელექტის გამოყენება სტრატეგიული გადაწყვეტილების მიღებისას არის უდიდესი შეცდომა და ამ შეცდომის შედეგს იმკის როგორც ამერიკა, ისე ანუ ეს იყო ხელოვნური ინტელექტის გამოყენებით მიღებული გადაწყვეტილება. დიახ, რა თქმა უნდა. თქვენ წარმოიდგინეთ, ეხლა, როდესაც ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ხელმძღვანელი გეუბნება, რომ ეს ყველაფერი სისულელეა, რასაც ისრაელი ამბობს, ეს ხო გააჟონეს, გაატარეს იმ, რომ არავითარი ცვლილება სწრაფ ირანში რეჟიმის არ მოხდება. როცა ეროვნული უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელი გეუბნება, რომ ვითარი ატომური ბომბი არ არის და არაფერი არ მოხდება, ვერაფერს ვერ შეცვლი. როცა ვენსი საშინელი წინააღმდეგია ომისა, როცა რუბიო იძახის, რომ ისრაელის წინადადებები სისულელეა, ჩუშ საბაჩაო, ხო, ბულში. შენ ადექი და მაინც დაარტყი მეორე დღეს. შედეგი რა მიიღე? რამდენი 1300-მდე ტომაგავკი აქვს ნასრული, მარტო ტომაგავკი. და ეხლა მას უბრალოდ რაკეტების მარაგი არ აქვს. და უახლოესი წლები ვერ შეივსებს ამას. იმიტომ რომ ამის გაზდა რომ მოხდეს, უნდა გადაეწყოს რამდენიმე კერძო ხო, კერძო კომპანიები ასრულებენ. ეს არის ტრაგედია. კერძო კომპანიების, რომელსაც საკუთარი დიდი მფლობელები ყავთ, ასეთ ინვესტიციებს არ გააკეთებენ, თუ გარანტია არ იქნა იმისა, რომ ინვესტიციები ამოგებული იქნება. ანუ დიდხანს გარანტია, რომ ომი უნდა გაგრძელდეს. ომი უნდა გაგრძელდეს. დაახლოებით ყველა კორპორაციის შეფასებით, იმისთვის რომ მათ იერარქიაში ჩადებული ფული ამოიღონ 10 წელი ჭირდებათ ომი. 10 წელი შეძლებს ამერიკელები 1000-ობით კილომეტრის იქით იომოს, ლოგისტიკა რა დონეზე უნდა იყოს და ასე შემდეგ. რა გამოვიდა? გამოვიდა რაიმე. ეხლა მე გეკითხებით, ყოველთვის წლებია ხსნი, რატომ არ შეიძლება და ვერ შემოვა ნატო საქართველოში. და ერთ-ერთი ჩემი მთავარი არგუმენტი იყო, რომ ეს საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ რუსეთი ფაქტორია, რომელიც უნდა აწონ-დაწონო, მოგწონს, არ მოგწონს, არა. საფრთხეს უქმნის ირანს. ეხლა ვერ გავიგე, სამხრეთ კავკასიური სახელმწიფო ხარ და გინდა მეზობლების მტერი იყო და შენი უსაფრთხოება უზრუნველყო, რა უზრუნველყოფა გაუკეთეს საკუთარ სახელმწიფოებს, ხელოვნურ სახელმწიფოებს ისეთმა და როგორც არის გაერთიანებული ემირატები, როგორც არის კატარი, როგორც არის საუდის არაბეთი. არაფერი. პირიქით საუბარია იმაზე, რომ აბუ-დაბის შეიძლება აქვს გადარჩენის შანსი, მაგრამ დუბაის მომავალი განწირულია. ისევე როგორც განწირულია სპარსეთის ყურის ეს ხელოვნური წარმონაქმნები. რა მინდა ამითი ვთქვა? მე ვერ გეტყვით როგორ დასრულდება ყველაფერი, მე პროგნოზისტი არ ვარ, მაგრამ მე შემიძლია გითხრა, თუ ყველაფერი დაახლოებით ასე დასრულდა, მაშინ მსოფლიოს მოევლინება მეოთხე მსოფლიო მოთამაშე და თავისი სტრატეგიული მდგომარეობის გამო უზარმაზარი მნიშვნელობის ქვეყანა არის ყველასთვის. არა მარტო რესურსებით, სტრატეგიული ქვეყანა ირანი. გეოგრაფიულად არის რესურსები. ის გახდება მეოთხე. ინდოეთი ვერ გახდება მეოთხე მოთამაშე, ვერც მეხუთე, იმიტომ რომ ის კოლონიალური წარსული არის საშინელება და იმ კოლონიალურ წარსულს ინდოეთი ვერ გამოვა და ქართველებს მინდა უთხრა, როცა სისულელეებს ბოდავენ საქართველოს წარსულზე, საქართველოს კოლონია არასდროს არ ყოფილა. თავისი ისტორიის მანძილზე საქართველოს კოლონია არასდროს არ ყოფილა.
დიდი მადლობა ბატონ დემურ, უღრმესი მადლობა ძალიან მადლობა საინტერესო თქვენ. ეთერისთვის. დიდი მადლობა ჩვენს მაყურებელს, რომელიც სოციქსელში, ესე იგი, აფეთქდა. YouTube-ი ძალიან ბევრი ნახვა და ძალიან ბევრი გამოხმაურება გვაქვს. დიდი მადლობა ყველას, ჩემთვის ეს დიდი სტიმულია. დაგემშვიდობებით და გისურვებთ წარმატებებს, შევახსენებთ ჩვენს ტელემაყურებელს პროფესორი ანალიტიკოსი ბატონი დემურ გიორხელიძე იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. მადლობას მოგახსენებთ ყურადღებისთვის და მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით, კარგად ბრძანდებოდეთ. გადაცემა დროის სამართალი. დაიწყე აზროვნება დღეს.